გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას აღიარება ჩემპიონთა ლიგაზე და ბარკოლას ეგოისტური ქმედებები, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამასთან ერთად კი მე თქვენთვის უახლესი და მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვიციე. ხარდაჭერისთვის კი თხოვნა რომ მოიწონოთ ვიდეო და ასევე გამოიწეროთ არხი, რადგან ჩვენ 100,000 გამომწერისკენ მივიწევთ. ყველას მადლობა სიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. სპორტინგი ქოჩოლაშვილის მომავალს განიხილავს. გაყიდიან თუ არა ქართველს. გიორგი ქოჩოლაშვილმა სპორტინგის მოლოდინი ვერ გაამართლა და კლუბი მზადაა რომ მის ტრანსფერთან დაკავშირებული შეთავაზებები მოისმინოს. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა ლეონინო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ეს გამოცემა კი დეტალურად ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ქართველი ნახევარმცველი ლომებს საფხულში შეუერთდა, მაგრამ რუი ბორჟეშის გუნდში თავი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა. ამჟამად ქოჩოლაშვილზე მყარი პოზიციები აქვს მორტენ ჰიულმანს, ჰიდემასა მორიტასა და ჟუაო სიმოეს, ხოლო დანიელ ბრაგანცას დაბრუნებამ შესაძლოა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. მორიტა დიდი ალბათობით კლუბს ზაფხულში დატოვებს. არაა გამორიცხული ჰიულმანდის წასვლაც. ამ შემთხვევაში კი 26 წლის ქართველს უფრო მეტი შანსი ექნება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მან პირველ თვეებში სპორტინგის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. წერს პორტუგალიური გამოცემა. მე კი შეგახსენებთ, რომ ქოჩოლაშვილი სპორტინგში ლევანტედან 6 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიური კლუბის მაისურით კი ქართველმა ფეხბურთელმა უკვე 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ქოჩოლაშვილს თავის წარმოსაჩენად საკმარისი დრო არ მიეცა. აქედან გამომდინარე კი უცნაურია თუ რატომ გადაწყვიტა სპორტინგმა ქართველი ფეხბურთელი შეძენა. სუპერამბავი მამარდაშვილისთვის გახდება თუ არა გიორგი ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მამარდაშვილი ლივერპულში პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით ალისონ ბეკერთან კონკურენციაში მარცხდება. აშკარაა, რომ როდესაც ბრაზილიელი ჯანმრთელია, ის მერსესაიდული კლუბის ნომერ პირველი არჩევანია. 25 წლის ქართველ მეკარეს კი ისხა დარჩენია, რომ თავი შანსს დაელოდოს. 2025-26 წლის სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია, ხოლო მის მიმდინარეობისას ბევრი რამ ისეთი შეიძლება მოხდეს, რაც გიორგის ლივერპულის ძირითადში გზას გაუხსნის. ეს კი უპირველეს ყოვლისა ალისონის შესაძლო ტრავმა, რისკენაც ბრაზილიელი მეკარი აშკარად მიდრეკილია. სულ ახლახან კი გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც მამარდაშვილის მომავლით დაინტერესებული მკითხველისთვის საყურადღებო შეიძლება რომ იყოს. კერძოდ იწერება, რომ ალისონ ბეკერი მომავალ ზაფხულს შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით 33 წლის ბრაზილიელის ტრანსფერით მილანი ინტერესდება და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი საშა ტავალიერის ინფორმაციით, მილანი ბრაზილიელი მეკარის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა. იტალიელებმა ტრანსფერის დახურვის სურვილი გამოთქვეს. მილანის ინტერესი კი ლივერპულისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს. მართალი ალისონი რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ, მაგრამ მამარდაშვილის მოსვლის შემდეგ ენფილდზე დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვალენსიადან შეძენილმა ქართველმა მეკარემ უკვე დაიწყო ბრაზილიელის წნეხში მოქცევა. მამარდაშვილმა უკვე ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან კი შთაბეჭდილება დამაჯერებელი მოქმედებებით უკვე მოახდინა. ხოლო რადგანაც ალისონის კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, ლივერპული მომავალ ზაფხულს ალისონის კარგფასად გასხვისებას უფრო მოინდომებს, ვიდრე მის 35 წლის ასაკამდე დატოვებას. ეს კი მამარდაშვილს გზას გაუხსნის, რომ გახდეს გუნდის უპირობო პირველი მეკარე, როგორც ეს ჯერ კიდევ 18 თვის წინ დაიგეგმა. წერს გამოცემა Goal.com. ცნობისთვის მიმდინარე სეზონში ალისონმა პრემიერ ლიგის 10 და ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრაში ითამაშა, ხოლო მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ალისონმა კი ამ დროის განმავლობაში 17 გოლი გაუშვა, ხოლო მამარდაშვილმა 15. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში PSG ბილბაოს ესტუმრა და ფრედ 0-0 ითამაშა. მატჩი ფიზიკური ორთაბრძოლებით გამოირჩეოდა და ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. გუნდები მოედანზე ნაკლებ სივრცეს ტოვებდნენ. გამარჯვების უკეთესი შანსი კი პარიზელებს ჰქონდათ, თუმცა უნაი სიმონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა 90 წუთი ითამაშა. მას კი ძირითადად 2-3 მეტოქის წინააღმდეგ უწევდა თამაში და კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შვიდიანი მონაცვლეობით ორივე ფლანგზე მოქმედებდა. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი და ამავდროულად გულდასაწყვეტი მომენტი იყო შეხვედრის 64 წუთზე, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ბარკოლა შეეძლო პასი კვარაცხელიასთვის გაეკეთებინა და ხვიჩა სარიელ კარში ბურს უბრალოდ შეაგორებდა. მაგრამ ფრანგმა ეგოისტურად იმოქმედა და მომენტის დასრულება თავად გადაწყვიტა. სწორედ ამ მომენტზე კი გამოსარჩევია ფრანგის სტრიმერის რეაქცია, რომელმაც ბარკოლას ამ ქმედებაზე ემოციები ვერ დამალა და ფეხბურთელის აჯაროდ გააკრიტიკა.
ცალსახაა, რომ ბარკოლას ხუჩას ტრანსფერის შემდეგ თითქოს კომპლექსი გაუჩნდა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ინფორმაციები ვრცელდებოდა ფრანგი ფეხბურთელის თავს. როგორც იწერებოდა, ბარკოლა უკმაყოფილო იყო კვარაცხელიას ტრანსფერით და მას წასვლა სურდა. რადგან ბარკოლა თვლიდა, რომ PSG მასზე აგებდა მთავარ იმედებს, რომ ის იქნებოდა მარცხენა ფლანგის პირველი არჩევანი და შესაბამისად ტიტულოვანი კლუბის ლიდერიც. თუმცა რეალობა სხვაგვარად განვითარდა. კვარაცხელიას მოსვლამ პირდაპირ იმოქმედა ბარკოლა სათამაშო დროზე. მისმა როლმა გუნდში მნიშვნელოვნად იკლო, რის გამოც ფლანგი მოთამაშე დღეს თითქოს ცდილობს, რომ ზედმეტად ფორსირებულად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. როცა ბარკოლა მოედანზეა, კვარაცხელიას ხშირად მარჯვენა ფლანგზე უწევს თამაში. ამ საკითხზე კი ლუის ენრიკეს პრეს კონფერენციაზე სკითხეს ჟურნალისტი, ვინ ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე, კვარაცხელია თუ ბარკოლა? ლუის ენრიკე: კარგ ფეხბურთელებს თამაში ორივე ფლანგზე შეუძლიათ. ოთახში ყველა მიცოდა, რომ ეს დიპლომატიური პასუხი იყო. პრაქტიკაში კი კარგად ჩანს, რომ როცა ბარკოლა მოედანზეა, მარჯვენა ფლანგზე ძირითადად კვარაცხელიას უწევს თამაში, რადგან ის ბევრად უფრო მრავალმხრივი და მოქნილი შემტევია. თუმცა ამ სქემას აქვს ერთი მინუსი. მარჯვენა ფლანგზე გადაყვანილი კვარაცხელია თავის ბუნებრივ სტილს ნაწილობრივ კარგავს. მაშინ როცა ბარკოლა მაინც ვერ იყენებს სრულად მიღებულ პრივილეგიას და ხშირად სწრაფ გადაწყვეტილებებში შეცდომებს უშვებს. სწორედ ამიტომ სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბარკოლა საკუთარ თავზე ზეწოლა აქვს, რაც მის გადაწყვეტილებებზე საისახება. და როცა გუნდში ასეთი კონკურენცია, ეგოისტური ნაბიჯები ხშირად მთელი გუნდის თამაშს აზიანებს. ამიტომ ენრიკეს ბარკოლასთან სერიოზული საუბარი მოუწევს. ახლა კი რაც შეეხება თავად ხუჩას, ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა ჰუსკორდმა დაასახელა გარემარბები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგი საშუალო შეფასება აქვთ. კვარაცხელია კი ტოპ მოთამაშეებს შორის მოხვდა. ჰუსკორდის მიხედვით კვარაცხელიას საშუალო შეფასება 7.8 ქულას შეადგენს. მასზე წინ კი მხოლოდ ერთი გარემარბი იმყოფება, მაიკლ ოლისე 7.84 ქულით. კვარაცხელიასა და ოლისეს გარდა კი ტოპ 5-ში არიან გაბრიელ მარტინელი, ლამინ იამალი და მარკუს რაშფორდი. რაც შეეხება მეორე ცნობილ სტატისტიკურ პლატფორმა SofaScores, აქ კვარაცხელიას საშუალო შეფასება 7.5-ია. პარი სენ-ჟერმენში კი ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ვიტინიასა და დეზირე დუეს აქვთ. ცნობისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიამ 5 თამაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა. 3 მატჩი გამოსასწორებლად. რა ხდება ჩაბი ალონსოს თავს? მესი ინდოეთში საკუთარი თავის ცეცხლს გახსნის. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ინტერ მაიამისა და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი ინდოეთში საკუთარი თავის ცეცხლს გახსნის. ინფორმაციას კი BBC სპორტი ავრცელებს. 38 წლის ფეხბურთელი ინდოეთს 3 დღიანი ვიზიტით ეწვევა. ამასთან დაკავშირებით კი კალკუტაში, ჰაიდარაბადში, მუმბაისა და დელიში არაერთი ღონისძიება გაიმართება. მესის კი შეუერთდებიან ლუის სუარესი და როდრიგო დე პაული. კალკუტაში კი მესი საკუთარი თავის ცეცხლს გახსნის. მონუმენტის სიმაღლე 20 მეტრს აღემატება. გულშემატკივრები კი ასევე შეძლებენ არგენტინელის ფანზონის მონახულებას, სადაც ტახტზე ზის ფეხბურთელის ნატურალური ზომის სკულპტურა და ოთახი მორთულია მისი ტიტულების ასლებით. მადრიდის რეალმა ჩაბი ალონსოს სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ 3 მატჩი მისცა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 44 წლის ბასკის სპეციალისტი შესაძლოა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი მანჩესტერ სიტისთან დამარცხების შემთხვევაში. სამეფო კლუბმა კი საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1-2 წააგო. თუმცა გამოცემა ისის ინფორმაციით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ჩაბი ალონსოს შედეგების გასაუმჯობესებლად უფრო მეტ დროს მისცემს. ჩაბის მომავალზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლა ლიგისა და ესპანეთის თასის სამამაჩმა, რომლებიც წელს გაიმართება ალავესთან, ტალავერასთან და სევილიასთან. აღსანიშნავია, რომ კლუბში პოზიტიური ცვლილებები შენიშნეს მანჩესტერ სიტისთან მატჩში, მაგრამ დამარცხება და გულშემატკივრების ტვენა სამეფო კლუბის ხელმძღვანელებს არ მოეწონათ. როგორც იწერება, ალონსოსთვის ულტიმატუმი არ წაუყენებიათ, მაგრამ გუნდის წარუმატებელმა გამოსვლებმა შესაძლოა ჩაბი ალონსოს მომავალზე გავლენა მოახდინოს. რაც შეეხება ფეხბურთელების დამოკიდებულებას და კრიტიკას, ის უკავშირდება არა მანჩესტერ სიტისთან თამაშს, არამედ წინა ინციდენტებს. ვინისიუსის ჟუნიორის მიმართ გულშემატკივრების ნეგატიური რეაქცია სანტიაგო ბერნაბეუზე აშკარა იყო, მაგრამ კლუბს კვლავ ჟერა ბრაზილიელი ვინგერის, თუმცა ითხოვს მისგან თამაშის გაუმჯობესებასა და საგოლე მომენტების რეალიზაციას. ასევე იგივე ეხება ჯუდ ბელინგემსაც. შესაბამისად, ვნახოთ შეძლებს თუ არა სიტუაციის გამოსწორებას ჩაბი ალონსო. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.